სანდრო კაკულია. ტყუების ბაღი. სკამის სკვერში, თბილისში, მეტროსთან ახლოს, სკამზე 3. თბილისელები სკვერიდან მოშორებით ცხოვრობდნენ. ერთი გოგო და 2 ბიჭი, გოგო შუაში, ბიჭები გვერდებზე, მოღუშულები სამივე სიგარეტის ისტერიული მოწევი, თითქოს ერთმანეთზე განაწყენებულები მთელ ჯავრს სიგარეტზე იყრიან, არ ლაპარაკობენ. გოგო აქრობს, ბიჭები ახალს აწვდიან. არ იცის რომლის აიღოს, ორივე ერთსა და იმავეს ეწევა, ორივეს ერთნაირად გახედავს, ჟიბეში ხელს ყოფს, თავისას იღებს და თავიდან უყიდებს. გოგოს ნინუცა ჰქვია, რომელსაც ნიცას უძახიან, ნიცას მეგობრები არიან დათი და ლადი. ლადი ხერათმიანი, მაღალი, დათი შავგრემანი და ლადიზე ბევრად დაბალი. რა გვინდა ბუკიას ბაღში, იკითხა ნიცამ. აბა რა ვქნათ, უპასუხა ლადიმ. დათიმ თქვა, მე მაქვს აზრი, წავიდეთ გეგეშიძის ბაღში. ბაღი მუზის ფერით ზეგლი და წმინდა იმდროინდელი ფერით. სკამზე 3, ძელს მოფარებული ნიკოტინით გაჟღენთილი სასუნთქი გზებით. საღამოა უკვე, ნიცამ ცასახედა. მალე ღამდება. ბოლო ნაპასი დაარტყა ლადიმ, დათის არაფერი უთქვამს. რა რიცხვია დღეს? ნიცა დათის მიუბრუნდა. არ ვიცი, მე ვიცი 11, კმაყოფილი ჩანდა ლადი. ოქტომბერი თბილისი, ვითომ თბილისი სულ გვატყუებენ. სამივე იქვე იმ ძეგლიან ბაღთან ახლოს ცხოვრობს, ცნობილი კათოლიკე მუსიკოსის ქუჩის 32, 34 და 38 ნომრებში. ბაღიდან წამოსულები პირველს ნიცას ტოვებენ 32-ში, მერე ლადი დათი ყოველთვის მარტო ბრუნდება სახლში. ნიცა 22-ის, ლადი 23-ის, დათი 21-ის. ლადი დიდია, დათი პატარა, თუმცა ორივეს ნიცა გონიათ ყველაზე მაღლა, თვითონ კი საკუთარ თავებზე დაბლა. ნიცას სახლი, ნიცას ოთახი, ნიცას დივანი და 3 მოკიდებული ღერი და ნავთის ქურით, რომელიც ნიცას მამის ნაყიდია ცივი ზამთრის წინ. დღეს გამოაცხადეს, შუქი არ ჩაქრებაო, ნიცამ მაგიდიდან სანთელი აიღო, გინდა წყალი? არა, არც მე. ოთახიდან გასულმა იგზნო ორივეს წყურვილი. ნიცას სახლი 1970 წლის 29 დეკემბერს დამთავრებული რემონტით, მწვანე კედლები და იმდროინდელი პარკეტით, ფარდები და როიალით, გერმანულია, ვიცით. ლადი როიალს მიუჯდა, დაუკრა? არა, დათიმ სიგარეტს მოუკიდა. ნიცას სახლის სიჩუმით, ნიცაზე ფიქრები და მის ოთახში დაუბლებული ბიჭებით. ნიცას ოთახში დივანი, საწოლი, ერთი ხის გამი, ფანჯარა, ხავერდის ფარდები და ჩამქრალი შუქით, სულ გვატყუებენ, ნიცამ კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო. თბილისი, პარკი, გამხმარი ლამპიონები და წაქცეულ სკამზე ნიცა დათი და ლადი. დღეს რა რიცხვია? 13, ზეგ დათის დაბადების დღეა. ოქტომბერში რატომ დავიბადე? ნიცას გაეცინა ლადის ნათქვამზე. ალბათ უყვარდათ შენებს ან მარტი ან თებერვალი. მე არ მიყვარს ნოემბერი. დამთავრებული არ ქონა დათის ნათქვამი, რომ ლადი ფეხზე წამოდგა. წამო ჩემთან ავიდეთ. გზად გაიარეს ნიცას სახლი და ლადისთან ავიდნენ. ლადის სახლი, ლადის ოთახი არ აქვს, მას ძმასთან ერთად ზინავს. ძმა ჰყავს 10 წლის. სამზარეულოში სანთელი ანთო ოთახში შეიტანა და მუდმივად გამორთული, ახლა უკვე რეკვიზიტად ქსეულ ტელევიზორზე დადგა. ნიცამ და დათიმ სანთლის ალიდან სიგარეტის ალი გააჩინეს. ლადის თავი ასტკივდა. ჩამსვით. ლადის ლოგინზე ისხდნენ 3 წინ კედელს მიშტერებულნი სანთელი, გარეკვიზიტებული ტელევიზორი და ოთახის ბრელ სიღრმეში მოძრავი სიგარეტები. შორიდან ციცინათელებს გავართ. ნიცამ ჩააქრო და დარჩა 2 ანთებული ღერი. რაჭის სამხალხს რატომა ასეთი ჩუმი? შეწუხებულმა იკითხა და ბიჭებს გახედა. არ ჩანდნენ, მხოლოდ ნაპასის დარტყმისას გაიელოდა ხან დათის, ხანაც ლადის გაყინული სახე. დათის არ ჰქონდა ნავთის სათბობი, არ ჰქონდა ქურა და რომ სქონდა არ ჰქონდა ნავთი. თბილისის გაუბედურებული ბაღი. შეხედეთ რა არის, ჩვენი სკამის ქვეშ რა, ტყუები, აქ ბავშვები თამაშობენ, სამივე მერდროულად გაუყიდა სიგარეს. ლადი დღეს დათის დაბადების დღეა. ნიცა და ლადი დათის გადაეხვნენ, დათი ჩაეხუტა ლადის და აკუცა ნიცას. მაშინ ჩემთან ავიდეთ, მოკიდებული ღერები ფეხ ქვეშ გათრიეს და დათისთან ავიდნენ 38-ში. დათის სახლი პირველ სართულზე, ქუჩასთან ახლოს, მაღალი ჭერი და ნიცას სახლის დროინდელი რემონტით, უფრო ძველით. დათის ოთახი მუხის შინდისფერი გვირგვინებიანი კედლებით, სურათები მუხის ჩარჩოებში, ლოგინის თავზე ფოტო, მამაკაცი გენერლის ფორმით, ხმრით, მხარზე გადაკიდებული თოფი და მუყაოზე დარტყმული საიმპერატორო ბეჭდით. 37-ში დახვრიტეს. დათიმ სიგარეტს მოუკიდა. ვიცი, ნიცამ ჩააქრო. როდემდე იქნება ქუჩაში ნანგრევები? ჩვენამდე. დათის ნათქვამზე ლადი მოპასუხა. სად არის ხალხი? ლადი ფანჯარას მიეყნო. მარტოები ვარ. დათიმ სიგარეტი ჩააქრო. ნიცა ნერვიულობს, დათი ატყობს, ლადი ფანჯარას აღებს. ჰაერი არა, დახურე, ნიცამ ჩაუხროლობა დადოანთებული ღერი. ლადი გვერდით მიუჯდა და ჯიბიდან კოლოფი ამოიღო. მომიკიდეთ, ნიცა რატომ არ ეწევი? პაუზა ნიცას ხელში. მივდივარ. დათიმ სანთელი ჩააქრო, ნიცას გაეღიმა. ისევ ციცინათელებს გავართ. სად მიდიხარ? ეს დათი მიკითხა. პრაღაში, ამოისუნთქა. და რატომ არა ნიცაში? ლადიმ ჩააქრო ღერი. თქვერა სიზამთ. ბიჭები ფიქრობდნენ პასუხზე, დიდხანს ნიცა ადგა და წავიდა. დათი სანთელი აღარა უნთია. პრეშოვ პლაციდან პატარა ქვაფნილიან ქუჩას დაუყვა. ქუსლებზე შემდგარს ძალიან უჭირდა დაღმართზე სიარული, ამიტომაც ცოტათი წინ გადაწეული მირბოდა. ქუსლებზე შემდგარს ისედაც უჭირდა, ქუსლებისა და დაღმართის გარდა უჭირდა ჯიბეს, მის კუჭს ნაწილობრივ და გარდა ამის კიდევ რაღაც უჭირდა.
ქალაქი კლადნო 156 კილომეტრი დაშორებული პრაღიდან, 18,000 მცხოვრები, ერთი კათოლიკური ეკლესია, ორი სასურსათო მაღაზია, ბარი, 156 დასახელების ლუდით და პატარა სკვერი თეატრის წინ. ქუსლებზე შემდგარმა სწრაფად დაირბინა სადარბაზოს ხის კიბე და მეორე სართულზე ასული ძველ მოჩუქურთმებულ კარტთან გაჩერდა. სულ ძლივს ითქვამდა, ოთახში შესული კი სასწრაფო საწერ მაგიდას მიუჯდა. 1 ნოემბერი 1993 წელი ქალაქი კლადნო. ჩემებო მეგონა პრაღაში მოვდიოდი კლადნო აღმოჩნდა 156 კილომეტრი და ამდენივე წუთი მაშორებს პრაღას დაახლოებით როგორც მაქედან გორამდე და როგორც გორიდან მაქამდე. ახაც დავრწმუნდი რომ სულ გვატყუებენ. ალბათ გაინტერესებთ როგორ ვარ, კარგად არ ვარ, უფრო ცუდად ვიდრე კარგად, ან და არ ცუდად და არც კარგად, უბრალოდ ვარ. სამსახური ჯერ არ მიშოვია, ვერ შევლობ, ვერც ფულს. ჩემი ყოველი დღე თენდება ვაკანსიებზე სირბილი და მთავრდება მაქაურობაზე ფიქრით. ახლა სიგარეტს ვეწევი, თუმცა გემო აქვს უცხო, აქაური, მე მაქაური მინდა ხალხიც, თქვენაირები, მანდ ისევ ბნელად ცივა, ქალაქი ისევ ისეთი ჩუმია, მომწერეთ თქვენ რასაკეთებთ, მე გენატრებით, მაკლი ხართ მაგრად ნიცა. 11 ნოემბერი 93 წელი თბილისი. ნიცა ყველაზე მაგრად გამიხარდა წერილი შენი რომ იყო მაგიტომ. ნიც, ჩვენი ქალაქი ისევ ისეთი ჩუმია, ისევ ბნელა და ქუჩაში ხალხი ისევ არ დადის, ძალიან ცივა. ჩვენ ისევ სხედვართ ბაღში, ძეგლს მოფარებულები და ჩასაფრებულები, გვენატრები, ბაღიდან გამოსულები შეუმჩნევლად სწრაფად დავდივართ. 32-დან მარტო მევჩერდები, შენ მახსენდები, მერე სახლში, სახლიდან გარეთ, ბაღში და სკამზე. გამიხარდა კიდევ რომ ეწევი, ნიც, კარგი ქენი რომ წახვედი, აქ დაბრუნება ჯერ მაგარი უაზრობა, მაგრამ მანდას ნუ დარჩები, სანთელი მიქრება, კოცნი ბევრს ლადი. 18 ნოემბერი 93 წელი ქალაქი თბილისი. გარეთ ვარ ტყუების ბაღში. იმ სკამზე ვზივარ, საგანგებოდ ვიყიდე ორი კოლოფი, ერთი უკვე მოვწიე, მეორეს ახლა ვეწევი. შენ თავი ხომ არ დაგინებებია? გამიხარდა ჩვენი ნიკოტინის გემო რომ გენატრება, ჩვენს რომ გენატრები და ჩვენაირები, ჩვენი ქალაქი, შენი, ჩემი და ლადისი, მაგარი ქალაქი გვაქვს ყველაზე მაგარი. აქ ისე ვიტყუებიან, დღეს ჩამოვიდა კიდევ 5 ავტობუსი, ლიზაველები ჩამოყვნენ, გახსოვს ლიზავა, მე მახსოვს. დიდხანს ვფიქრობდი პასუხზე და რასაც ვფიქრობდი წესით 7 გვერდზე ნაკლები არ უნდა გამოსულიყო, მაგრამ ახლა ხვდები რომ ამ ყველაფერს შენ ვერ მოგწერ. აღარ. 28 ღერს ვეწევი. გახსოვს რომ ამბობდი არ მიყვარს ნოემბერი თქო. სწორი ვიყავი, ვიცოდი უშენოდ პირველი დღეები და ისიც ნოემბერში ნერვებს მიშლის ნოემბერი. ბაღიდან გამოსული 32-დან არაზრობს ვჭერდები, პირდაპირ ჩემთან ავდივარ. გახსოვს ბაბუა ჩემის ფოტო, თავთა რომ მეკიდა, ჩამომივარ და გატყდა არ მესიამოვნა. დღეს კიდევ ერთ ეკლესიაში ზდიოდოთ ხატებს მირონი. აქ არაფერი შეცვლილა, ისევ ვართ. ქალაქიც ისეთივეა, მხოლოდ სკამზე უკვე ორნივს ხედავთ, მე და ლადი. დღეს ქუჩაში ვიღაც კაცმა გამაჩერა სიგარეტი მთხოვა, ორი ღერი ამოიღო, ერთი იქვე მოწია, ჩემთან ერთად ბოდიში მომიხადა, მეორეს მერე მოვწევო, რომ მიდიოდა იცი რა მითხრა, ცხოვრება არ ქმნის ადამიანებს, ადამიანები ქმნიან ცხოვრებასო, არ მესიამოვნა, მე ვერ ქმნის ცხოვრებას დათი. 15 იანვარი 94 წელი ქალაქი კლადნო. გავგიჟდი ისე გამიხარდა თქვენი წერილები. კარგი ამბები მაქვს თქვენთვის. მუშაობა დავიწყე მაღაზიაში გამყიდველი ვარ, მაგრამ ჩვენერი მაღაზია არ გეგონოთ. აქ მარკეტს უძახიან, ხელფასი იმდენი მაქვს რომ ბინაზე საჭმელს და რაც თავარია სიგარეტზე მყოფნის. ყოველ საღამოს როცა ღამის სვლაში არ ვარ 24 საათიანია, თეატრის წინ პატარა სკვერში ვზივარ. ძალიან ბევრს ვეწევი და მარტო ჩვენი ქალაქი მახსენდება, ჩემი და თქვენი. ძალიან მეწყინა მაქაური სისივე, სიბნელი და სიჩუმე. თქვენ წერილებს როცა ვკითხულობდი, თქვენი ხმა მესვოდა და მეგონა რომ კიდევ ერთად ვიყავით. შიგნიდან მაგრა დავფორიახდი, მან სანამ ვიყავი, სულ სხვა ვიყავი, მომწოდა სიჩუმე, თქვენ, ჩვენი ბაღები, უსირცხულო ტყუების გარდა ყველაფერი მიყვარს. მიხარია რომ კიდევ იქ ხერთხარ და კიდევ ეწევით. ახლა გადავწყვიტე ფული შევაგროვო და პრაღაში გადავიდი. ამბობენ იქ უფრო ადვილად მოეწყობიო, მაგრამ არ ვიცი რა მინდა მოწყობა, ან და რას ქვია მოწყობა. საერთოდ ვერ ხვდები, რატომ არა აქ რა მინდოდა, ცუდად ხვდები, როცა ამაზე ვფიქრობ. ისევ კოცნი თან ძალიან ბევრს ნიცა. 20 მარტი 94 წელი თბილისი. ნიც როგორ ხარ? შენი ბოლო წერილი 2 კვირის წინ მივიღე და პასუხს 2 კვირის შემდეგ წერ. დღეს პირველად ჩავრთე ტელევიზორი ის ჩემს ოთახში რომ მიდგა, მაგრამ აღმოჩნდა რომ სულ ტყუილად გვამების დაკარგული და ამოუცნობი ხალხის მეც ვერაფერს წავაწყდი. 2 საათით ქონდა დენი, ხალხი ისევ არ დადის, 1-2 თუ წააწყლები, მანქანის ხმა დამავიწყდა. აქ ისევ საშინელება ხდება, მენატრები როდის აპირებ ჩამოსვლას ლადი. 94 წელი ივნისი, თბილისი, დათი სიმწელს წერილი არ მიუწერია. 11 თებერვალი 95 წელი ქალაქი პრაღა. პრაღაში ვარ, თან უკვე წელიწადი ხდება, მაპატიეთ აქამდე რომ ვერ მოგწერეთ, სამსახური ვიშოვე, ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში მენეჯერად მუშაობ, კარგად ვარ, თქვერაშვებით, სათხარ, დათი რატომ აღარ წერ, ხომ ყველაფერი რიგზია, ჩვენს ბაღში რა ხდება, ქალაქი, ხალხი ცოტა აზე მოვიდა, ძალიან მენატრებით ყველანი. პოსტსკრიპტუმ, სიგარეტს კიდევ ეწევი, მაგრამ იმდეს აღარ. ნიცა. 18 სექტემბერი 96 წელი თბილისი. ძალიან გამახარა ცნობამ შენი კარგად ყოფნის შესახებ. გალერეას კარგია, პრაღაც შენ ყველაზე კარგი ხარ, გამეღიმა სიგარეტს მოუკიდე. ყველაზე ცუდად ვიყავი, ახლა ძასე ვარ, უკვე ყელში მაქვს, ძალიან უბრაზო, ბროდის მოდიხარ, ძალიან მენატრები არ მომწონს, ცოდას რომ ეწევი, მაგათ რას უყურებ, ლადი. 13 ნოემბერი 96 წელი თბილისი. ხედავ ისევ ნოემბერი. ჩემთან სახლში ვარ, სანთლის გარეშე გრაფიკი გვაქვს 8-დან 11-მდე და საღამოს 9-დან ღამის 12-მდე. ყველა ოთახში ვანთებ, მერე თავისით ქრება.
ქალაქი თითქოს გამოფხიზ და ოღონდ თითქოს ცდილობს ხალხი, თუმცა ისინი თითქოს ცდილობენ ყველაფერს თითქოს აკეთებენ, მხოლოდ იტყუებიან ამ იდიოტური თითქოს გარეშე. კიდევ კარგი კუპიურების შესწავლეს, თორემ გავგიჟდით ამ გაუბედურებულ დანგრეულ ცივ და ბნელ ქალაქში ყველანი მილიონრები ვიყავით. შენ როგორ ხარ? მე და ლადი ძალიან შევწუხდით, როცა გავიგეთ, რომ იმდეს აღარ ეწევი. ნუ იზა მაგას, სკვერებში აღარ დადიხარ, ნუ დაგწყვეტ გულს. ტყუების ბაღს ახალი სახელი დაარქვეს, რაღაცებს სულიან ვერ ხვდები რას, რაღაც არ მომწონს ჩვენი ტემპები, ფიქრები გვეკარგება, მე და ლადი ბაღში იმ ფეხ მომტრეულ სკამზე ვხედავთ, შენს ადგილას სიგარეტის კოლოფი გვიდევს, მეცინება მახსენდება დათი. 20 აპრილი 97 წელი ქალაქი პრაღა. ბიჭებო, როგორ ხართ? მენატრებით ახალი სამსახური ვიშოვე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, უფრო კარგად ვარ. ხვალ ერთი კვირით ვენაში მივდივარ, კოსრით ნიცა. 99 წელი 10 აგვისტო თბილისი. ნიც, რატომ აღარ გვწერ? როგორ ხარ? ახლა ძველ წერილებს ვკითხულობდი, გავგიჟდი ისე მომენატრე. გახსოვს ბაღში რა გელაპარაკე? მე მგონი დათი ყველაფერს ხვდება. მიყვარხარ ყველაზე მაგრად, უშენოდ ვეღარ ძლებ. ჩამოდი, ლადი. 99 წელი 30 ოქტომბერი თბილისი. სანამ ნოემბერი მოვა, მანამდე დავწერე. ნიც იყავი ვენაში, რატომ აღარ მოგწერე? ალბათ ძალიან დაკავებული ხარ. ჩვენ ისე ვართ, ბაღში სკამს ფეხი მიამაგრეს და ახლა გამაგრებულები ვხედავთ, რაღაც სხვა სიგარეტზე გადავედით. ლადი მწვერი მოუშვა, მე თმა ნუ გეშინია. გახსოვს იმ ჩვენ ძველ ტყუების ბაღში რა გითხარი? იმ დღეს ყველაზე ბევრი მოწიე შენს და მეც. მეგონა ლადი ვერაფერს მიხვდებოდა, მაგრამ მე ვიცი რომ ლადი მაც იცის და ისიც ვიცი რომ იმანაც იგივე გითხრა. ყველაზე მაგრად მიყვარხარ. 32 წლის წინ ვზივარ, სანამ ლადი გაიღვიძებს, მერე ბაღში გაშიშებულები. ამ რამდენიმე დღის წინ მივხვდი რომ მეც და ლადის შენ გამოვშეშტებით. მიყვარხარ დათი. ფეშენებელურ ოფისში მდივანი უფროსის კაბინეტის კარს მოგზალებით აღებს. თანამედროვე მოწყობილ მაგიდას სწავლისფერ თმიანი ქალი უზის. ქალბატონი ნინა, ორი წერილია თქვენთვის. საიდან? ისე ეკითხა რომ არ შეუხედავს. თბილისიდან. უფროსმა რვეულის ფურცელზე რაღაც დაწერა და მდივანს მიაწოდა. მილენა, ძალიან გთხოვ, მან მითითებულ მისამართებზე დააბრუნე. კარგით. დივანმა გასვლა დააპირა. მოისა ნინას მაგრივად ბოლოში ნიცა დაწერე. 2002 წელი 23 მაისი თბილისი. სათხარ მისამართი ხომ არ შეიცვალე, შენგან რაღაც დაბეჭდილი ფურცლები მივიღეთ, შიგ ორი სიტყვით. ძალიან მენატრები ლადი. 2004 წელი 10 ნოემბერი თბილისი. ნოემბერია, ხედავ, ჩვენ რატომ ვეღარ ვხედავ? დარწმუნებული ვარ, აღარც ეწევი. იცი, ჩვენს ქუჩაზე ჩვენ სახლებს ანგრევენ და ახლებს მაქაურ სახლებს დგამენ, მეგული მწყდება. იცი, აქ ხალხი ერთმანეთის გვარები და სიყვარულით ერთდროულად სარგებლობს, ალბათ მანდაც აქ კიდევ იტყუებიან და უნაყოფო ორსული ქალები დადიან, შუქი აღარ ქრება, გაზიც გვაქვს. ჩვენი ბაღი ცირკს დაამსგავსებს, ყველაფერი შეღებეს და მე და ლადიმი იმ სკამს ფეხი განგებ მოვამტრიეთ, ისევ დაქანებულები ვხედავთ. მე შენ მენატრები ლადისას, მე და ლადი შენ გვენატრები ერთად გვიყვარხარ დათი. დრაჟნიკის ქუჩაზე შავი მერსედესი გაჩერდა, მძღოლმა უკანა კარი გააღო, იქიდან წაბლისფერ თმიანი ქალი ნელა გადმოვიდა, სადარბაზოს კარი პლასმასის ბარათით გააღო, ვერცხლისფერი სარკეებიანი ლიფტით მეოთხე სართულზე ავიდა. ქუსლიანი ფეხსაცმელი პირდაპირ ჰოლში გაიხადა და სახლში შევიდა. საყვარელო, საძინებიდან მამაკაცი გამოვიდა, როგორ ჩაიარა დღემ. წმინდა იქაური კითხვა დაუსვა და კისერზე აკოცა. მძიმე დღე მქონდა, ფირმაში უამრავი პრობლემები დაგროვდა, ყველაფერი კი ჩემს კისერზე კიდია. მერე შენ სადაკიდე ფეხზე დაიკიდე. ხოლოდ ახლა უკვე იხუმრა, ქალმა მსუბუქად გაუღიმა. საყვარელო, შენი სამშობლოდან წერილი მოვიდა, მაგიდაზე დევს. ქალმა წერილს დახედა, ხსნიდა, როცა უკიდან ის იქაური მამაკაცი მიადგა და კოცს დაუწყო. ქალმა წერილს ხელი გაუშვა, ძირს დაგდებული კი მარე ჯერ სვიტრით, მერე კაბით ბოლოს კი სასვლით დაიფარა. ნოემბერი, თბილისი, ცივი თბილისი. გაფრადებული ბაღით კათოლიკე მუსიკოსის ქუჩაზე მუზისფერი ძეგლი და ფეხ მომტრეულ სკამზე ორნი. სიგარეტი გააქვს? არა.